ვფიქრობ, ქრისტეს სხეულის დიდი ნაწილი უკიდურესობამდეა მისული. გულისხმობ საკმაოდ უცნაურ შეხედულებებს სულიერი ბრძოლის შესახებ. რის შედეგადაც სატანას გადაეცა ის ძალა და შესაძლებლობები, რომელნიც მას რეალურობაში არ ჰქონდა. რა თქმა უნდა, სატანა გასათვალისწინებელი ფაქტორია, რომელიც რეალურად გვიშლის ხელს მივიღოთ ის, რაც ღმერთმა უკვე მოიმოქმედა სულიერ სამყაროში და გამოამჟღავნოთ ეს ყოველივე ფიზიკურში. ამიტომ, რა თქმა უნდა ვიცოდეთ თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ უფლებამოსილება სატანის წინააღმდეგ, მაგრამ მინდა ძალიან ნათლად განვაცხადო, რომ სატანა დამარცხებული მტერია და ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ შეუძლია რამის მომოქმედება, ჩვენი უცოდინრობაა. მაგრამ პავლემ თქვა მეორე კორინთელთა 2:11-ში, რომ ჩვენთვის უცნობი არ არის მისი ზრახვები და თუმცა ქრისტეს სხეული განთავისუფლდა წარსული უმეცრებისაგან და აღიარებს სატანის არსებობას, სამაგიეროდ მეორე უკიდურესობაში ჩავარდა. ანიჭებს სატანას იმ ძალაუფლებას, რომელიც მას სინამდვილეში არ აქვს. დავიწყოთ ეფესელთა 6 თავიდან. ეფესელთა წიგნი, როგორც ვიცით, დაწერილია იმ თვალსაზრისით, რომ ყველაფერი უკვე დასრულებულია. ამიტომ საუბარია იმაზე, თუ რა მოგვანიჭა უფალმა, რას ვფლობთ და არა მცდელობებზე, რათა ვაიძულოთ ღმერთი, რომ რაიმე მოგცეს. ეფესელთა 6 თავის 10 მუხლიდან და ბოლოს ჩემოძმებო გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით. შეიმოსეთ ღმერთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინააღმდეგ ეშმაკის ხრიგებს. რადგან ჩვენი ბრძოლა არის არა სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამასოფლის ბნელეთის მფლობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ. ამ მუხლებიდან მკაფიოდ ჩანს, რომ ბრძოლაში ვიმყოფებით. მორწმუნენი, რომელთაც არ ჟერათ, რომ ბრძოლაში არიან ჩართულნი, განზერულნი არიან დამარცხებისათვის. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მოყვანილი მოსაზრებები ბევრს აღაშფოთებს, მაგრამ გთხოვთ მომყვეთ ბოლომდე. მოისმინოთ და შემდეგ გამოიტანოთ დასკვნა იქიდან, თუ რას ამბობს ღმერთის სიტყვა და არა თანამედროვე ეკლესიის სწავლება. ასე რომ ბრძოლაში ვიმყოფებით. მაგრამ ბრძოლა არ ხდება იქ, ზეცაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვუპირისპირდებით დემონურ ძალებს. ისინი არსებობენ სულიერში. მაგრამ ბრძოლა მიმდინარეობს პირდაპირ ჩვენს ყურებს შორის. მიაქციეთ ყურადღება მე-11 მუხლში ნათქვამია. შეიმოსეთ ღმერთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინააღმდეგ ეშმაკის ხრიკებს. სიტყვა ხრიკები ნიშნავს სიცრუეს, ეშმაკობას, ცბიერებას, მზაკვრობას. ამ მუხლში იგულისხმება, რომ ერთადერთი რეალური ძალა სატანისა სიცრუეშია. სატანას არ აქვს არავითარი რეალური ფაქტიური ძალა, რომ ვინმეს რაიმე აიძულოს. სინამდვილეში სატანა არ არის წინააღმდეგობის ფაქტორი. გთხოვთ მომყვეთ ამ მოსაზრებებში, სანამ წერილების მეშვეობით არ შევამოწმებთ მათ. ნუ უარყოფთ, იმის გამო, რომ ეწინააღმდეგება თქვენს მიერ მიღებულ პოპულარულ სწავლებას. სატანა სრულიად დამარცხებული მტერია. მას არ აქვს არავითარი ძალაუფლება ადამიანის განადგურებისა ან დამონებისა. მის ხელში არ არის საერთოდ არავითარი უფლებამოსილება. სატანის ერთადერთი ძალა სიცრუე და ტყუილია, ეშმაკობა, მზაკვრობა, ცბიერება. ეს ნათქვამია მეორე კორინთელთა 11 თავში. პავლე მიმართავს კორინთელებს, რომლებიც თუ ჩვენ კონტექსტს გავიხსენებთ, საშინელ უცნაურ მოქმედებებში იყვნენ ჩაფლულნი. საკმაოდ დამსახურებულად გაკიცხა პავლემ ისინი და შემდეგ მეორე კორინთელთა 11:3-ში ამბობს. მაგრამ ვშიშობ, რომ როგორც გველმა თავისი მზაკვრობით აცდუნა ევა, ასევე არ გაიყვანეს თქვენი აზროვნება და არ გადახდეთ ქრისტეს მიერ სიძრფელესა და სიწმინდეს. მიაქციეთ ყურადღება, რომ პავლე ამბობს, რომ სატანა აპირებს თქვენს წინააღმდეგ გამოსვლას თავისი მზაკვრობით. იგულისხმება სიცრუის მეთოდები. მზაკვრობა. სატანა ეწინააღმდეგება სახარების უბრალოებას. ცდილობს საკმაოდ გაგვირთულოს იგი. შეგიძლიათ მიჰყვეთ დაბადების წიგნამდე. მოძებნოთ მესამე თავში, რომ გველი იყო ყველაზე ცბიერი ცხოველთაგან. რატომ ამოირჩია სატანამ ასეთი ცხოველი? მას ხომ შეეძლო ამოერჩია მამონტი, ან სპილო, ან ვეფხვი,
ლომი ევას შესაშენებლად. შეეტია მამონტეს მეშვეობით, დაებიჯებინა ფეხით ევას თავზე და ებრძანა. შეჭამენ ნაყოფი კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან, თორემ თავს გაგიჭეჭყავ. როგორც ხედავთ, სატანა ასე არ მოიქცა, იმიტომ რომ არ ჰქონდა არავითარი შესაძლებლობა ძალდატანებისა და იძულებისა. ამის ნაცვლად მან გამოიყენა სიცრუე და ნახეთ, როგორ დაიწყო მოტყუება. ნამდვილად თქვა ღმერთმა, რამდენად ჭეშმარიტია ღმერთის სიტყვა. ჭეშმარიტებანი ღმერთის სიტყვისა გვაძლევენ საშუალებას დავემორჩილოთ ღმერთს და შევეწინააღმდეგოთ ეშმაკს. და თუ სატანა ვერ შეძლებს დაგაეჭვოს ღმერთის სიტყვის ჭეშმარიტებაში, მაშინ ცდუნება უძლური იქნება. გველი არ მოვიდა შეშინებითა და ძალდატანებით, არამედ სიცრუითა და ტყუილებით. ის აცდუნებდა ადამიანს და ევას იმით, რაც მათ უკვე ჰქონდათ. ნუ თუ არ გინდათ იყოთ როგორც ღმერთი. საქმე იმაშია, რომ ისინი უფრო იყვნენ როგორც ღმერთი, მანამ სანამ ნაყოფს შეჭამდნენ, ვიდრე მის შემდეგ გახდნენ, რაც ნაყოფი შეჭამეს. ეს საუკეთესო ილუსტრაციაა იმისა, რისი თქმაც მინდოდა. სატანა ცდილობს დაგაეჭვოს, რა თქმა უნდა ღმერთს უყვარს სამყარო, მაგრამ რატომ გგონია, რომ შენ უყვარ ხარ ღმერთს? ღმერთის სიყვარულის შესახებ საკუთარი მოსაზრებების დასადასტურებლად და ეჭვის გასამყარებლად ის ცდილობს გრძნობები და სხვადასხვა ფიზიკური ვითარებები გამოიყენოს. შენი ყურადღება მიმართოს ფიზიკურ სფეროში და მიუხედავად იმისა, რომ სულიერ სამყაროში ყოველივე დასრულებულია, ფიზიკურში არ აქვს არავითარი შეგრძნება სიყვარულისა. ამიტომ ეჭვი გეპარება და ამბობ: "ო ღმერთო, გთხოვ, გადმოღვარე შენი სიყვარული ჩემს ცხოვრებაში." ეს სინამდვილეში ურწმუნოებით ლოცვაა. სატანა ცდილობს დაბრკოლებაში გიქმნას ღმერთთან მისვლაში, მაგრამ თუ ამას ვერ შეძლებს და არც შეუძლია, ერთი წუთით დავფიქრდეთ, საშინო მდგომარეობაში იყავი, სასოწარკვეთილებაში და თუ ოდესმე რამეში ხელი მოგეცრებოდა, ეს უნდა ყოფილიყო ზეცითშობა, იმიტომ რომ არ გივლია ეკლესიაში, არ გიმარხულია, არ გილოცვია, არ შეგისწავლია ღმერთის სიტყვა. ბევრი თქვენთაგანი იყო ნარკომანი, მრუში, უნამოსო, ეგოისტი. ასეთ მდგომარეობაში შესთხოვეთ და მიიღეთ ზეცითშობის უდიდესი საოცრება. და თუ ოდესმე სატანას რაიმე შეძლებოდა, მაშინ არავითარ შემთხვევაში არ მოგცემდათ ამის საშუალებას. მას მხოლოდ ზეცითშობის შემდეგ შეუძლია ეჭვები და ფიქრები მოგახვიოთ, რომ არაფერი მიგიღიათ. მას არ შეუძლია შეგიშალოს ხელი შენს მისწრაფებებში ღმერთისაგან. ის ამჯობინებდა, რომ შენი თავი ღმერთისაგან მოშორებით დაეჭირა, მაგრამ რახან ამის ძალა და საშუალება არ აქვს, მაშინ მეორე უკიდურესობისაკენ გიბიძგებს. მართალია ღმერთი ყოვლისშემძლეა, მაგრამ ყველაფერი რაც წერია, მას ჯერ არ მოუმოქმედია. სატანა დღესაც ასე იქცევა ქრისტიანებთან. შენ თუ ნამდვილად ჭეშმარიტი ქრისტიანი ხარ, რატომ არ შეგიძლია ამის და ამის გაკეთება? და ის შენ ბჟარს გდებს იმაში, რასაც ვერ ხედავ და რაც ჯერ არ აგაქვს ფიზიკურ სფეროში. ცდილობს შენი ყურადღება გაამახვილოს ფიზიკურ სფეროზე. ამავე დროს ჭეშმარიტება იმაშია, რომ სულიერ სამყაროში შენ ყოველივეს ფლობ, ყველაფერი გაქვს. ფილიმონის 1:6-ში ნათქვამია: "ვლოცულობ, რომ შენი თანაზიარება რწმენაში ქმედითი იყოს ყოველივე იმ სიკეთის შეცნობისათვის, რომელიც ჩვენშია ქრისტე იესოში." რწმენის ამოქმედების უებარი საშუალებაა იმ ყოველივე სიკეთისა და მადლის აღიარება, რომელიც შენშია განთავსებული. ბევრი ქრისტიანი დღეს აცხადებს, რომ მასში არ არის არავითარი სიკეთე. პავლე ამბობს რომაელთა მე-7 თავში, რადგან ვიცი, რომ ჩემში, შემდეგ აზუსტებს. ესე იგი, ჩემს ხელში არ იმყოფება კეთილი. რომ არ დაეზუსტებინა, არ იქნებოდა ეს ჭეშმარიტი განცხადება, იმიტომ რომ მის სულში ღმერთმა დაიმკვიდრა და ყველაფერი, რაც ღმერთს შეეხება, კეთილია. ამიტომ დააზუსტა, რომ ამბობს თავის ხორციელზე. სხვა სიტყვებით, ჩემი ფიზიკური მე და არა ზეცითშობილი მე არ შეიცავს არაფერ კარგს. ნორმალურია, როცა ქრისტიანი აღიარებს და შეიცნობს, რომ ქრისტეს გარეშე არაფერს წარმოადგენთ, მაგრამ ყველაფერი შეგვიძლია ქრისტე იესოში. ამიტომ ჩვენი ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, თუ ვინ ვართ ქრისტე იესოში. სწორედ ამაზეა მიმართული სატანის სულიერი ბრძოლა. ეს ბრძოლა მიმართულია შენს წინააღმდეგ, რომ ვერ გაიგო და ვერ შეიცნო თუ ვინ ახარ და რას ფლობ ქრისტე იესოში. ამისათვის სატანა იყენებს სიცრუეს, ტყუილს, რომ დაგამარცხოს შენი ცხოვრების რომელიმე სფეროში. ასევე მოქმედებდა ადამიანსა და ევას დროს, იმიტომ რომ სხვა არავითარი ძალაუფლება არ ქონდა. ერთი წუთით დაფიქრდით ამაზე.
თქვენ რომ სატანა ყოფილიყავით და მიზნად დაგესახათ სრულყოფილი ადამიანების ცდუნებაში შეყვანა. ადამიანების, რომელთაც არასოდეს შეუცოდვიათ, რომელთაც არასოდეს არ ჰქონიათ არავითარი პრობლემა, რომელნიც ცხოვრობდნენ სამოთხეში, სადაც ყველაფერი იდეალური იყო, იდეალური კლიმატი, ყოველნაირი საკვები, არავითარი პრობლემა არ არსებობდა ქვეყანაზე, არავითარი ყოველდღიური ცუდი ამბები. რით შეიძლება ასეთი ადამიანები შეაცდუნო? ფულით? ასეთი რამ არც კი არსებობდა. ყოველივე საჭიროება დაკმაყოფილებული იყო. ირგვლივ ყველაფრის სიუხვე იყო. იქნებ მრუშობით. სხვა არავინ არ იყო ევას გარდა. წუხილითა და ტკივილით წარსული შესწავლების გამო წარსული ჯერ არ არსებობდა. რით შეიყვან ცდუნებაში იდეალურ ხალხს? არ გამოვა ფულით, არ გამოვა სექსით, ძალაუფლებით, სიამაყით, ქედმაღლობით, დიდებით, მსგავსი არაფერი არ არსებობდა. რით შეიყვან ცდუნებაში ასეთ გარემოებაში ცხოვრებ ადამიანებს? ეს მართლაც რთული საკითხია. აი რა მოიფიქრა სატანამ. რაც არ უნდა კარგად ცხოვრობდეთ, არსებობს უფრო უკეთესი ცხოვრება, რომელიც თქვენ არ აგაქვთ. ჭეშმარიტება იმაშია, რომ მათ უკვე ყველაფერი საუკეთესო ჰქონდათ, მაგრამ ეშმაკმა აიძულა დაეჭვებულიყვნენ ამაში. ეფიქრათ რა და როგორი იქნებოდა უკეთეს ცხოვრებაში. ამით დაიყოლია სრულყოფილი ადამიანები, სრულყოფილ პირობებში მცხოვრებნი. უმრავლესობა ნატრულობს, ყველაფერს მისცემს დღეს ასეთ პირობებში რომ ეცხოვროს. ამ სრულყოფილმა ადამიანებმა მიატოვეს ეს ყოველივე, იმიტომ რომ მოლაპარაკე გველმა დაარწმუნა, რომ რასაც ფლობენ არასაკმარისია, რომ არის კიდევ უკეთესი, რომელსაც ღმერთი რატომღაც არ გაძლევთ. თუ თქვენ შეძელით სრულყოფილი ადამიანების დარწმუნება, რომელთაც არ ჰქონდათ არავითარი პრობლემები ფიზიკურ სამყაროში, არავითარი საბაბი ეჭვისა ღმერთის კეთილგანწყობაში, და თუ შეძელით სამოთხეში მცხოვრები ხალხის დარწმუნება, რომ ღმერთი არასაკმარისად კეთილია, რომ არის კიდევ უკეთესი დონის ცხოვრება, მაშინ გარანტიას გაძლევთ, რომ შეძლებთ იმ ხალხის დარწმუნებას, რომელნიც დაცემულ სამყაროში ცხოვრობენ, რომლებმაც საითაც არ უნდა გაიხედონ, ხედავენ ტრაგედიას, ტკივილს, საჭიროებას, სიდუხჭირეს. შეძლებთ მათ დარწმუნებას, რომ ამ ცხოვრებაში ბევრი რამის უკმარისობა ექნებათ. ჭეშმარიტება იმაშია, რომ თქვენ, რომელიც ზეცით იშვით, ყოველივეს ფლობთ ქრისტე იესოში. ღმერთისაგან ყოველივეთი უზრუნველყოფილნი ხართ ქრისტე იესოში. ამიტომ არ გესაჭიროებათ უდიდესი ძალაუფლების მქონე დემონური ძალების წინააღმდეგ პირისპირ დგომა და ბრძოლა. ამის ნაცვლად თქვენი ბრძოლა უნდა იყოს მიმართული სატანის სიცრუეების წინააღმდეგ. იგივე იარაღი, სიცრუე გამოიყენა მან ადამისა და ევას წინააღმდეგ. ეფესელთა მე-6 თავში საუბარია ბრძოლაზე და ჩვენ ვიმყოფებით შუა საომარ მოქმედებებში, მაგრამ რაში გამოიხატება ეს ომი? ის არ მიმდინარეობს გეოგრაფიულად ზეცაში, სადღაც იქ, მაღლა, არამედ პირდაპირ თქვენს ყურებს შორის. სატანასთან უმოწყალო შეტაკებები ხდება შენს აზროვნებაში. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ღმერთის სიტყვა. იოანეს მერვე თავში დაწერილია, შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებთ თქვენ. იმიტომ რომ ჭეშმარიტებაა სიცრუისაგან დამხსნელი უებარი საშუალება. სატანის ერთადერთი იარაღი კი სწორედ სიცრუეა. ის გვატყუებდა, რომ ყოვლის შემძლეა. ამიტომ ფაქტები დამახინჯებულად აღვქვით და ბევრ ხალხს შევუქმენით არასწორი წარმოდგენა მისი სიძლიერისა. ხალხიც დაანებდა სატანას. იფიქრეს, რომ სატანა მართლაც რეალურ ძალას ფლობს. სატანას არ აქვს არავითარი ძალაუფლება. ერთადერთი მისი ძალა სიცრუესა და ტყუილშია. ამიტომ თუ შეიცნობ ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტება მოგიტანს თავისუფლებას. მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე ადგილი წმინდა წერილებიდან სულიერი ომის შესახებ. მეორე კორინთელთა მე-11 თავში ნათქვამია, რომ ჩვენთვის უცნობი არ არის მისი ზრახვები. ნაჩვენებია, რომ სატანის საწინააღმდეგო იარაღი ჭეშმარიტებაა, რომ ჭეშმარიტებაა თავისუფლების მომტანი. იოანეს 8:32. ეფესელთა მე-6 თავში საუბარია დაპირისპირებაზე სატანისეული ძალების წინააღმდეგ. მეორე კორინთელთა მე-10 თავის მე-3 მუხლში ნათქვამია. რადგან თუმცა ხორციელად დავდივართ, ხორციელად არ ვიბრძვით. აქ სულიერ ბრძოლაზეა საუბარი. რადგან ჩვენი საბრძოლო იარაღი ხორციელი კი არ არის, არამედ ღვთიური ძალაა, ციხესიმაგრეთა დასარღვევად. ჩვენ ვარღვევთ დასაბუთებას და ყოველ მიდიდურობას, რომელიც აღმართულია ღმერთის შეცნობის წინააღმდეგ და ვატყუებთ ყოველგვარ აზრს, რათა ქრისტეს დაუმორჩილდეს. და ისევ ადგილი ჩვენი ბრძოლის შესახებ. მიაქცევთ ყურადღება მე-4 მუხლს, რადგან ჩვენი საბრძოლო იარაღი ხორციელი კი არ არის, არამედ ღვთიური ძალაა ციხესიმაგრეთა დასარღვევად. ჩვენ ვარღვევთ დასაბუთებას, რომელიც
ჩვენი გონებრივი წარმოდგენის ნაყოფია და ყოველგვარ მედიდურობას, რომელიც აღმართულია ღმერთის შეცნობის წინააღმდეგ და ვატყუებთ ყოველგვარ აზრს, რათა ქრისტეს დაუმორჩილდეს. ამ მუხლებში ნათქვამია, რომ ჩვენი იარაღი ამ ბრძოლაში მიმართულია იმ ფიქრების, აზრების, წარმოდგენების წინააღმდეგ, რომელნიც ღმერთის სიტყვას ეწინააღმდეგებიან. კიდევ ერთხელ, თანახმავა, რომ არსებობს სულიერი ბრძოლა, მაგრამ სულიერი ბრძოლა გამოიხატება სატანის სიცრუის, ტყუილების წინააღმდეგობაში. მას არ აქვს არავითარი ძალა. ქრისტიანების უმრავლესობას სწამს, რომ სატანას უდიდესი ძალა აქვს, რომ იგი ფლობს ბევრად მეტ ძალაუფლებას, ვიდრე ადამიანები. ეს არ არის მართალი. სატანა დამარცხებული მტერია, მაგრამ როგორც 1 პეტრეს 5:8-ში ნათქვამია, ეშმაკი დაძრწის როგორც მბრწყინავი ლომი და ეძებს ვინც თან დგას. ის არ არის რეალური ლომი, ის მხოლოდ ბრწყინავს როგორც ლომი. ცდილობს შიშიშ თააგონოს ქრისტეს სხეულს, სინამდვილეში მას კბილები ამოგლიჯეს. სულ არ ფლობს არავითარ ძალას, არ შეუძლია რაიმე წაგღლიტოს თუ არ დაიჯერებ მის ტყუილებს და თვითონ არ მისცემ მას ამის ნებას. ხოლო თუ მიანიჭებ მას დიდ ძალასა და უფლებამოსილებას, ვიდრე მას აქვს, მაშინ ის ამას შენს წინააღმდეგ გამოიყენებს. ის გამოიყენებს შენ შიშს, შენს ურწმუნოებას, რათა თავზარი დაქცეს, დაგჩაგროს და დაგაბეჭავოს. და რა თქმა უნდა, ეს ფაქტი გასათვალისწინებელია. არის ხალხი, რომელიც ფაქტიურად ნებას რთავენ სატანას, რომ მათი სადილი შეუჭამოს და ნარჩენები თავზე დააყაროს. მაგრამ ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ სატანას მათზე დიდი ძალაუფლება აქვს. არამედ იმიტომ, რომ მოტყუებულნი არიან, შიშებს დაემორჩილნენ და ამით ფაქტიურად გააძლიერეს სატანა. ჩემის მხრივ მივაქცია ყურადღება, რომ იმაზე მე დროს უთმობდი სატანას, ვიდრე საჭირო იყო. ღმერთის სიტყვაში აღმოვაჩინე, რომ იესო ასე არ იქცეოდა. ამან საკმაოდ გამომხნევა. ეს იყო დრო, როდესაც ხალხში ბევრი დემონური გამოვლენების მოწმე ვიყავი და ასეთი ხალხის მსახურებამ ფოკუსი ეშმაკზე გადამატანინა. ჩვენ მუდამ სატანაზე ვსაუბრობდით. ლოცვის დროსაც კი, როდესაც 2, 3, 4 საათს ლოცულობდი, ამ დროის უმეტეს ნაწილს ღმერთის ნაცვლად სატანასთან მიმართებაში ვხარჯავდი. ამან აღმაშფოთა. ღმერთო, ეშმაკთან ლაპარაკში უფრო მე დროს ხარჯავ, ვიდრე ლოცვაში შენ მოგმართავ. ეს არ უნდა იყოს სწორი. ბევრი ისეა გატაცებული ამოცნაური სულიერი ბრძოლით, რომ მთელი მათი ლოცვები ეშმაკის შესაბოჭათაა მიმართული. ისინი ამას ლოცვას ეძახიან, მაგრამ სინამდვილეში ელაპარაკებიან და მიმართავენ ეშმაკს. ეს არასწორია. ღმერთმა დამანახა, რომ ამით ეშმაკს ვადიდებთ და ვანიჭებთ უფრო მეტ ძალაუფლებას, ვიდრე მას აქვს. როდესაც ეს განმეცხადა, მოვინანიე ჩემი არასწორი მიმართება და გადავწყვიტე, რომ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა. ამიტომ თამამად შეუბრუნდი ღმერთის განდიდებასა და თაყვანისცემას. ყურადღება ღმერთზე გადავიტანე და ღმერთზე ფოკუსირებამ დაამსხვრია სატანის სიმაგრენი ჩემს ცხოვრებაში. მინდა გითხრათ, ძმებოდედებო, რომ ეს ხდება ისევ და ისევ ქრისტეს სხეულში. გადამეტებულად დიდი ყურადღებაა მიმართული სატანაზე. სატანა, რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგეა, რომელიც ეძებს, რომ ვინმე შთანთქოს. მაგრამ ერთადერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ აქვს ამის შესაძლებლობა, ის არის, რომ ადამიანებმა საკუთარი შიშების მეშვეობით თვითონ შემოსეს იგი ძალაუფლებით და ბევრი რამ იმ სწავლებიდან, რასაც დღეს სულიერ ბრძოლას უწოდებენ, სატანას აწერს იმაზე ბევრად მეტ ძალაუფლებას, ვიდრე მას რეალურად აქვს. მას არავითარი ძალა და უფლებამოსილება არ აქვს. ერთადერთი მისი ძალა სიცრუეშია. სულიერი ბრძოლის კონფერენციები კი ანიჭებენ სატანას უდიდეს ძალას, ლაპარაკობენ დემონურ ხელმწიფეებზე, რომელიც მართავენ დემონებს და მათი შებოჭვის აუცილებლობაზე, რათა რაიმე სასიკეთო მოხდეს. ისინი ჰქმნიან წარმოდგენებს, რომელიც ღმერთის სიტყვას ეწინააღმდეგებიან. ამის გამო ბევრი ემორჩილება სატანისეული ძალის გარდუვალობას. ვნახოთ კიდევ ერთი ადგილი წერილებიდან. კოლოსელთა მეორე თავი, ეს შესანიშნავი ადგილია. კოლოსელთა მეორე თავი 13 მუხლიდან. და თქვენს მკვდრები შეცოდებებში და თქვენი ხორცის წინდაუწვეთელობაში გაგაცოცხლათ მასთან ერთად. მან მოგვიტევა ყველა შეცოდება. წაშალა ჩვენი ვალების ხელწერილი, რომელიც თავისი დებულებებით ჩვენს წინააღმდეგ იყო. გაანადგურა იგი და ჯვარს მიამსჭვალა.
განაიარაღა მთავრობანი და ხელმწიფებანი, საყოველთაოდ გამოაშკარავა ისინი და იზეიმა გამარჯვება მათზე, როგორც ტყვეებზე. ეს დიდებულია. განსაკუთრებით მე-15 მუხლი, სადაც ნათქვამია, რომ განაიარაღა მთავრობანი და ხელმწიფებანი. სიტყვა განაიარაღა ნიშნავს, რომ დაამარცხა მტერი და წაართვა ყველაფერი, რაც კი რაიმე ფასეულობას წარმოადგენდა. სატანა იყო განიარაღებული, მთავრობანი და ხელმწიფებანი იყვნენ განიარაღებულნი. მათ ჩამორთმეული ჰქონდათ ყველნაირი ძალაუფლება. ოდესღაც სატანა იყო ამ ქვეყნის მმართველი. იესომ ჩამოართვა ყველანაირი უფლებამოსილება. არ დაუტოვა არავითარი ძალაუფლება. ეშმაკის ერთადერთი იარაღი სიცრუეა და თუ შენ მიიღებ მის სიცრუეს, ის გამოიყენებს შენს ძალაუფლებას, შენს ავტორიტეტს, შენსავე დასამარცხებლად. შემდეგ მე-15 მუხლში ნათქვამია, საყოველთაოდ გამოაშკარავა ისინი და იზეიმა გამარჯვება მათზე, როგორც ტყვეებზე. სიტყვა გამოაშკარავა ნიშნავს, რომ გამოაქვეყნა, საჯარო გახადა, როგორც ექსპონატი. სხვა სიტყვებით, ღმერთმა საჯარო გამოფენა მოაწყო დამარცხებული სატანისა, რომელიც უკვე აღარაფერს აღარ ფლობდა. შოუ დამცირებული და ძალაგამოცლელი სატანისა. გამოფენა და შემდეგ ნათქვამია, რომ იზეიმა გამარჯვება მათზე. ბერძნულ ორიგინალში ამ ადგილას იგულისხმება, რომ აღლუმი მოაწყო, ტრიუმფალური სვლა, დემონსტრაცია, მსგავსად რომაელთა ჩვეულებისა, რომელნიც, როდესაც ბრძოლის ველზე გაიმარჯვებდნენ და უკან ბრუნდებოდნენ, დამარცხებული მტერი თან მოჰყავდათ, რათა აღლუმი მოეწყოთ. ამას გარკვეული მოსაზრებით აკეთებდნენ. საქმე იმაში იყო, რომ რომის მოქალაქეები, რომელნიც გარკვეული დროის განმავლობაში ტერორისა და შიშის ქვეშ ყავდა გარეძალას, მიუხედავად ბრძოლის ველიდან მოტანილი სასიხარულო ამბისა გამარჯვების შესახებ, ცხოვრებას მაინც მტრის შიშითა და განგაშით აგრძელებდნენ. იმის ფიქრებსა და განცდებში იყვნენ, ვაი თუ დამარცხებულმა მტერმა ძალა ისევ მოიკრიბოსო და ისევ შემოგვიდიოსო. ამიტომ თუ ბრძოლა მოიგეს, მაგრამ დამარცხებულთა მეფე ან მხედართმთავარი ვერ დაატყვევეს, იქმნებოდა შიშისა და ღელვის გარკვეული საფუძველი. მაგრამ თუ მტერზე გამარჯვებასთან ერთად შეძლეს მათი მეფის ან მხედართმთავრის დატყვევება, მაშინ მას სრულად გააძროვდნენ ტანისამოსს, რომელიც მის აღმოტებულ წარმოშობაზე მიუთითებდა. მასზე არ ტოვებდნენ არავითარ საჭურველს, ძლიერი მეომრის გამომეტყველებას რომ აძლევდა. და ასე სრულად გაშიშვლებულს ჩამოატარებდნენ საჯაროდ. მიაბავდნენ ეტლს ან ცხენს და ასე დაატარებდნენ ქალაქის ქუჩებში. ასევე აჭრდნენ ორივე ცერათით ხელებზე და ფეხებზე, რათა ვეღარასოდეს ვეღარ შეძლოს ფეხზე გამართულად დგომა და ხმლის ხელში დაჭერა. ასე ხდებოდა იმ ფაქტის დემონსტრირება, რომ მტერი ერთხელ და სამუდამოდ დამარცხებულია, რის შედეგადაც ხალხი თავისუფლებოდა ყოველგვარი შიშისა და ფიქრებისაგან იმაზე, რომ მტერმა შეიძლება ისევ მოიკრიბოს ძალა და ხელახლა შემოუტიოს. სწორედ ამ მიზნით ეწყობოდა აღლუმი, დამარცხებული დაუძლურებული მტრის საჯაროდ ჩატარება ქუჩებში. მოქალაქეები მას მასხრად იგდებდნენ, აფურთხებდნენ, სცემდნენ და ყოველგვარი შიში მტრის მხედართმთავრის ან მეფის წინაშე საფუძველს კარგავდა. აი რა იგულისხმება, როდესაც წერილებში საუბარია თუ რა უყო იესომ სატანას, რომ იესომ ყოველ ნაბიჯში აბსოლუტურად დაამარცხა სატანა.